მოგით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე. სიმართლე სიკეთით. დღეს მეტად საპატიო სტუმარი გვყავს გადაცემაში. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო მწერალი, პუბლიცისტი, ნოველისტი, პროზაიკოსი, პოეტი, მთარგმნელი, საერო აკადემია ფაზისის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ბატონი გიორგი აღნიაშვილი. მოგესალმებით, ბატონი გიორგი, უღმესი მადლობა გადაცემაში მობრძანებისა და ძალიან საინტერესო საუბრის პერსპექტივისთვის. ისიც უნდა თქვა, რომ ხვალ ბატონი გიორგი იუბილარია, 6 ივლისს ხვალ იგი იუბილარია. ტელეკომპანია ქართული მისი ათასობით მაყურებლის სახელით ულოცავდა დიდ შემოქმედებით სიახლეებს, მისი საფიცარი მამულის განთლიანება გაბრწყინებას და უამრავ ბედნიერ წელს უსურვებთ მოგონებაში. უღმესი მადლობა. ყვარელი შილდა თქვენი ფესვები. წერლური მიჯაჭვულობა ისტორიულ წარსულთან. თქვენივე პოეზიიდან დავიმოწმებ სტრიქონებს, ამბობენ ედემში ქართულად გალობენო. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ყოველივე? ეს ყოველივე მის პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემთვის იგივე ჩემი კუთხესაც საქართველოს ქართველი ვარ, მორჩა. ამის იქითკენ იცით რა არსებობს სხვა სამყარო. თუ რამე შემიძლია, თუ რამე შეგვიძლია საერთოდ რომ შევძღოთ, გავაკეთოთ, გავაუმჯობესოთ, პირველ რიგში ეს უნდა მოხმარდეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენი მომავალი თაობის განვითარებას, გაძლიერებას, გაჯანსაღებას, საიმისოდ რომ ქართველებს საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ, მარტო იმას არ ვამბობ, რაც უშუალოდ აი ახლა საქართველოში რაც ხდებოდა, არა მარტო, არამედ მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ, ქართველების კვალი ძალიან დიდია, ძალიან ბევრია ქართველებს გაკეთებული მსოფლიოსთვის, იგივე ევროპისთვის, უზარმაზარი მემკვიდრეობა აქვს ქართველებს დატოვებული. საერთოდ ესპანეთი, ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, თვითონ რუსეთის ისტორიაში და საქართველოს უზარმაზარი ღვაწლი აქვს. დღევანდელი თურქეთის ისტორიაში, უზარმაზარი ღვაწლი აქვს, ირანის ისტორიაში, ინდოეთის ისტორიაში, ერაყის ისტორიაში და რომ გავიდეთ ჩინეთამდე, იმასაც ვიტყვი, რომ ჩინეთის სამედიცინო ენციკლოპედიას თურმე გაეცნობით. იქ არის ერთი ესეთი ფრაზა მოყვანილი, რომ მოხსენიებულია იქ ქალაქი მცხეთა და მოხსენიებულია ის, რომ როგორც ჩანს ჩინელები ჩამოდიოდნენ აქ სასწავლებლად და აქედან იქონდათ სამკურნალო მცენარეები, შემდეგ უკვე ეს ამის ნახვა ძალიან მარტივია, შეგიძლიათ ნახოთ პირდაპირ სამედიცინო ენციკლოპედიაში. ასე რომ ვემსახურებით საქართველოს ისე როგორც შეგვიძლია მაქსიმალურად. აი ეს არის მთელი როგორ ვითხრათ შეიძლება 2-20 სიტყვით ითქვას ის, რაც მთელ თქვენ შემოქმედებაში ფიგურირებს და დომინირებს. ეს ცოტა გაუსწრებ მოვლენებს შევიქვემოთ ეკითხებით, მაგრამ თქვენი თარგმანებიც კი ამ პრინციპით გაქვთ შერჩეული, რაც არ შეიძლება რითიც არ მოიხიბლოს ქართველი მკითხველი. ეს არის სულ ვეძებ ამ კვარს მიღები. ჩანსეს. კი, ჩემი აი ამ ხრივ როიტვენ პირველი მოძღვარი, ვინც როიტვენ ამ თემით ძალიან სიტყვას უდევს მომწამლა. ხო. კარგი მოწამლაც არსებობს. კი ბატონო. ეს იყო ნოდარ გაბლიშვილი. ეს პროფესორი ნოდარ გაბლიშვილი. ეს კაცი სამწუხაროდ აღარ არის ამ ქვეყანაზე. ის იყო ისტორიკოსი პროფესორი, რომელიც აი რო ჩავიგდებდა ხელში. ხო, ბავშვებს მაშინ მოზარდებს სულ საქართველოს ისტორიაზე გვიყვება. გაგანია კომუნისტების ჟამს, მაშინ როდესაც ათაერას რაღაცა ჰქონდა. იჯდა და გვიყვებოდა ისეთ ისტორიებს, რომლებსაც უბრალოდ რეალისტურადაც ვერ ვაფასებით, იმიტომ რომ ეს იმდენად გრანდიოზული იყო, იმდენად დიდებული იყო ეს ყველაფერი, რომ ამის ისტორია დაღთქმა ცოტა გიჭირდა ადამიანს და მე
ვისეთნაირად მოხდა, არ ვიცი, ჩემ დაუნებურად, რომ ივანე ჯავახიშვილის ნაწარმოებებთან მომიწია კონტაქტი, იმიტომ რომ რაღაც თემები უნდა დამწერა, რაღაცა ისე შემიყოლია ამ ყველაფერმა. მანამდე გეტყვით, რომ ეს წიგნი გადაშლილიც არ ჰქონდა. და შემდეგ უკვე ეს იმდენად გადავიდა ჩემს მოთხოვნილებაში, მოდი ასე რომ მეწერა მოთხოვნილებად იქცევა ხოლმე. კითხულობდი პაუჩიშვილს, კითხულობდი ბერძენიშვილს, ხო? და როდესაც ამხელა ისტორია გიდეს წინ, რომლის პოპულარიზაცია არ ხდება. ეს საოცარი რაღაცაა რა. პოპულარიზაცია ამისი არ ხდება. რატომღაც? ხო, რატომღაც არ ხდება, არ ვიცი, რატომ არ ხდება, რატომ გვეუბნებიან, რომ იცი რა არის. ეხლაც ხომ საბჭოთა ეს არ არის წნეხი. უკვე 3 წელზე მეტია. საოცარი რაღაცაა. და მე გეტყვი პირდაპირ, რომ იბერიელების, ხო? იბერიელებს მარტო ამბობენ, რომ ესენი არიან ესპანეთი. არა, ისე არ არის. ესე ნამდვილად არ არის. ნამდვილად არ არის. ხო? არსებობს კვლევები ამის თაობაზე, უზარმაზარი კვლევები და ყველგან, მაგრამ პოპულარიზება არ ხდება. რატომღაც არ ვიცი, ჩვენი ეროვნული თანმდაბლობა ეს თუ რა არის, ვერ გეტყვით, სულ მინდა რომ გამართლება მოუძებნო, თუმცა არა აქვს ამას გამართლება. აი გერონტი ქიქოძის არაჩვეულებრივი ესეთი პატარა ერის ხვედრი. პატარა ერის ხვედრი ის არის, რომ უნდა ამტკიცო შენი არსებობა, ღირსებები და წარმოაჩინო თორემ სხვა ინტელექტით თუ ხარ მინდა ეს ცუდი სიტყვა ვაჯობებთ კი არა ინტელექტით თუ დავანახებ ჩვენს თავს ჩვენ მსოფლიოს და სამყაროს და გავხდებით ფასეულნი თუ ვართ რეალურად ხომ რეალურად ფასეული ზედმეტი თანმდაბლობა ალბათ ისეთივე დანიშნულია ამბობენ როგორიც ზედმეტის იყო ყოჩე და სითამამე და არ ვიცი ხა თუ ეს თანმდაბლობა ცოტა ზედმეტი მგონია ცოტა კი არა კარგად თანმდაბლობას არ ქვია იცით ამას რესურსი ცოტა გავაკეთე შობილესავით მაგრამ არა რესურსი არ არის საამის აი ხა ჟურნალისტებთან როცა კეთონია ურთიერთობა მე ხარ ყველანაირი იმას ვხდები ხო ზოგიერთი საერთოდ ეს საინტერესო არის ისტორია ზოგიერთის მეტნაკლებად ზოგიერთის საერთოდ არ აინტერესებს ჟურნალისტების აი ხა უყურებ ტელევიზიებს ხო დიახ მეტნაკლებად აი ეს ქართული ისტორიის გვერდებს აშიშვლებენ და გამოაქვთ აი იმიც გამოაქვთ რუსთავი ორმან დაიწყო ამის გამო თქვენი ქართული ტივი ამას აკეთებს რომ ობიექტივი აკეთებს მე რა მიყვარს ისეთ რომ ჩვენ რაღაც შეგაწყვეტ ჩვენს ქართულ ტივს ანდერძად დაუტოვეს ლეგენდარულმა დამფუძნებლებმა მერაბ ბერძენიშვილმა ნუგზარ ერქომაიშვილმა რეზო ჩხეიძემ აი იმათი ანდერძის შესაბამისად ვცდილობთ რა გამოგდეს არ ვიცი ამიტომ როგორ არის ისეთ ეს მიჯაჭულობა ტელევიზიასთან აი ციგნიერებასთან მიჯაჭულობა უკვე აღარ არის. სამწუხაროდ ძალიან ნაკლებად, კი. ძირითადი აქცენტი გადადის ტელევიზიაზე და ტელევიზიამ ამ შემთხვევაში ჟურნალისტიკამ უნდა ითამაშოს ძალიან დიდი როლი. თუმცა იმანაც დაკარგა მაყურებელი დიდწილად უკვე აი ამ მე ხარ დავაკონკრეტებ არაფერს, იმიტომ რომ აი როგორც დავით კლდიაშვილი ბრძანებდა ჩვენ მანკიერებას და ნაკლს უნდა ვებრძოლოთ და რა პიროვნებებს, ამიტომ მე დაკონკრეტებას ყოველთვის ვერ დებ, მაგრამ დეგრადირებს ჟურნალისტიკა დღეს ამას შეუარაღებელი თვალით ხედავს ყველა უკვე და საკმაოდ მკვეთრად აქცია ზურგი მაყურებელმა ტელევიზიასაც აბა ბესტურმედიაზე აღარ არის ეს ისეთი ტრაგედია და რა ვიცი პრინციპში ამ ჩემი გადაცემით ახლა თუ კადნიერებაში არ ჩამეთვლება მე ცოტა ვცდილობ რომ მოვახედო ჭეშმარიტი ჟურნალისტიკისკენ ის რაც უნდა იყოს წესით მეოთხე ხელისუფლება და რაც მან დაკარგა ეს არ არის მარტო ქართული უბედურება და ქართული მოვლენა სამწუხაროდ ახლა ჩვენ მაინც უნივერსიტეტელი ვარ უფრო ვიდრე ვთქვათ ტელეჟურნალისტი და საერთოდ პრაქტიკოსი ჟურნალისტი თუმცა აქაც მიწევს ეს ბედნიერებაც გამოჩნია და იქ რომ ვსწავლობ თუ ხო ჟურნალისტიკას ყველგან არის ეს პრობლემა და ეს ტენდენცია იცით რატომ მეოთხე ხელისუფლება დამოკლეს מחვილივით უნდა ეკიდოს ხელისუფლების იმ სამიშტოს თავზე კარგი გაგებით რომ იმათი ცოდვებისგან და იმიტომაც დაარქვა სხვათა შორის ინგლისელი პარლამენტარი ბიორკი იყო ამ
ამ ზეწოდების, ამ მეტაფორის ავტორი, მეოთხე ხელისუფლება უწოდა მან პირველად ჭეშმარიტ ჟურნალისტებს, ვინც მართლაც ცდილობდა, რომ იმ ხელისუფლების ამისტოს ჩოდვებისგან დაეცვა მოსახლეობა, საზოგადოება. სხვა შემთხვევაში ჟურნალისტიკის არსებობას აზრი არ აქვს. ეხლა რო ჩვენში ამბობენ და არა მხოლოდ ჩვენშია ეს ტენდენცია. რატო იყო პროტესტი, ტრამპის პროტესტი მედიას ებრძვის, რო თქოს, კი არა, ებრძოდა. მედიის გაკეთილშობილება უნდოდა და ეს რო არ გაუვიდა, უარი თქვა და ალტერნატული გამოიყენა. ეს იყო ამითიც მომხიბლა და ამის თავზე სხვათა შორის ჩარჩენილი ვიყავი შვილთან 7 თვით იმ პერიოდში, როცა აი ეს არჩევნები მიდიოდა და აი ბედის ირონია, რომ სწორედ იმ შტატში და იმ ქალაქში, სადაც ეს ამჟამინდელი ჯერ რო ინაუგურაციამდე კიდევ აგერ გვირევს ქვეყანას, აი ეს როცა აირჩიეს. იმ პერიოდში, აი არჩევნების პერიოდში მომიხდა იქ ყოფნა და მთელი ეს პერიპეტიები რაღაცნაირად თვითმხილველით აღმოჩნდა. ალბათ ბედის საჩუქარიც იყო ერთგვარად ეს ჩარჩენა. გარდა იმისა, რომ ხა შვილთან ვიყავი 7 თვე და სხვა შემთხვევაში ეგ უფლება არ მექნებოდა. შორს წავიყვანს ეს საუბარი, ფარნაგერდი რა მინდა კითხოთ. წერლობაში საკმაოდ შორი და შემოვლითი გზით მოგწამდით. ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, წარმატებული კურსდამთავრებული, წლების განმავლობაში იღწევდით კვლევით ინსტიტუტშიც, სხვადასხვა სახელმწიფოთა კერძო სექტორში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ეს ცხოვრებისეული გამოცდილება უთუოდ იყო შემდგომში თქვენი წერლური ფანტაზიების ჭაბურღილი, ხო? იმიტომ ცხოვრებიდან მოდის ეს ყველაფერი, ნოყიერი მასალა, თქვენი ნაწარმოებების მყარი საფუძველიც. მაგრამ მაინც ეს შორი გზით და რო წამოვიდეთ, თქვა გეტყვით ცოტა ირონიულად. ძალიან არ მინდოდა ჰიდრომელიორაციას ჩამოვიდა. არ მინდოდა. მაშინ მშობლები დასახდენდნენ. მაშინ ეს ჰიდროენერგომშენებლობა ეს აქტუალური იყო. ხო და როცა არა და მართლა მაგარი ბავშვი ვიყავ, მაგრამ ცოტნე ბავშვი ვიყავ და არ მინდოდა ეს. მე მინდოდა მედიცინისკენ წასვლა, მაგრამ მამაჩემ არაო. იმიტომ რომ შენგან ექიმი არ გამოვა, იმიტომ რომ გარკვეული მიზეზის გამო, მაგრამ შენვე რა არის იცით, ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ბებიაჩემმა. ბებიაჩემი იყო რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი. ქონდა მიღებული სახელმწიფო ჯილდოები და ერთ-ერთი აღიარებული ქალბატონი იყო თამარ ქემობლიძე. და ბაბუაჩემმა იოელ ბაკურაძე, რომელიც ასევე აღიარებული ადამიანი იყო, სოციალისტური შრომისმიერი და ასე შემდეგ. პირველი მათი დამოკიდებულება ჩემთან ეს იყო, გადიოდა როიწვიან წიგნზე. ზოგადად ჩვენი თავი თქვენ კი უმცროსი ბრძანდებით, მაგრამ ის პერიოდი მე მახსოვს სტუმარი რომ მოდიოდა დღიურს გიკონტროლებდა პირველ ყოვლისა, რომ შენი კარგი გოგოობა თუ ბიჭობა შეეფასებინა. ეს იყო რიტუალი, წმინდათა წმინდა და ჩვენ გქონდა შესაბამისი პასუხისმგებლობა. ხო? და ხდებოდა რეალურად, ესე იგი წიგნთან ურთიერთობა ერთია, მაგრამ როცა დაუშვათ რაღაცა კარგს ნახავდნენ პრესაში, ხო? მაშინ აიყო და წამეკითხა საოცრად. და ხა კამათს არ ვიტყვი, მაგრამ ხა სიმართლე რო გითხრათ, ზოგს ვიტყულობდი, ზოგს არ ვიტყულობდი, იმიტომ რომ ხო, ბავშვი ვიყავი, მაგრამ როდესაც მე მახსოვს ერთი რაღაც, როდესაც ნათობი და ცისკარი გამოდიოდა, შინი რაღაც რო იბეჭდებოდა ღირებული ნაწარმოები, მე მახსოვს როგორ გადადიოდა ესე მეზობლიდან მეზობელში. მახსოვს ნოდარ დუმბაძის ბუმი იყო მაშინდან. იგივე ლევან სანიკიძე რო დაიბადა. ლევან სანიკიძე უხარკაშო ხმლები. საქართველოს ისტორია ჩემ შვილებს შეაყვარა უხარკაშო ხმლებით. ლევან სანიკიძე და როგორ მიკვდება ახლა გოგის შვილი რას უკეთებს. ესე იგი უყურებ, ესე იგი რა იყო იცით რომ ბებიაჩემ მეუბნებოდა რომ შვილო ეს არის ისტორია, ეს ის ისტორია რომელიც არ წაიშლება. აი რასაც პროფესიულ თვალსაზრისით რასაც ისწავლე ეს სხვა არის. კი ბატონო. მამაჩემის პედაგოგია, დედაჩემის პედაგოგი იყო, ხოლმე განაცხადეს მისი სული. ყოველთვის ცდილობდნენ ჩემზე და ჩემ ძმაზეც რომ წიგნიერებასთან და ცოდნასთან არა მარტო პროფესიული, არამედ საერთოდ ზოგადად ცოდნასთან ეს ყველას უნდა ცოდნოდა ნებისმიერ ადამიანს. შემდგომ როცა უკვე ну პირველი სერობები საქონლო წერლობაში რაღაცებს იყო ძალიან გულუბრყვილო მართალია, მაგრამ ეს ჩემთვის იყო ფასეული. მე მქონდა ურთიერთობა ძალიან კარგი ჟურნალისტებთან.
ესენი იყვნენ დედაჩემის მეგობრები, როდარ მოდიოდნენ ხოლმე ხა სახში და მიდიოდა კამათი რაღაც თემაზე, ხო? ხა ნებსით უნებლიეთ უსმენდი მათ. უსმენდი მათ როგორ აყალიბებდნენ აზრს. თემას როგორ წურავდნენ ბოლომდე, რომ იქ კითხვა არ დაბადებულიყო. და იყო ერთი რაღაცა, იცით, რომ ისინი დამატებით არასოდეს არ აკეთებდნენ ერთ რამეს, იცით, თემაზე როცა ლაპარაკობდნენ, მათ იმდენად გათავისებული ჰქონდათ ის თემა, რაზედაც საუბრობდნენ, რომ რასაც ვუსმენდი, ხო, ჩემთვის ეს მასალა უკვე მისაღები კი არ იყო, ეს უკვე ჩემში რჩებოდა. დამაჯერებელი ის კითხვა აღარ ისმებოდა. აი მაგალითად დღეს ახლა თანამედროვე ჟურნალისტიკაში ჟურნალისტი ვუსმენ, ხო? ვუსმენ და ამჯერად ჟურნალისტებს და დღევანდელ ჟურნალისტებს ვერ დავაკისრებთან პასუხისგებლობას, იმიტომ რომ შესაბამისი პოტენციალი არ ჩანს იმათი არც ინტელექტიდან მე ბოდიშ ვიხდი გამონაკლისების წინაშე სკოლა განათლების სისტემამ თუ არ უშველა თავის თავს, უბრალოდ ჩვენ თუ არ უშველეთ დღევანდელ სკოლას, დღევანდელ უმაღლეს სასწავლებლებს, რომელთაც პატრიოტიზმი ლექციის პერიოდში სტუდენტის ქუჩაში დგომა გონია და მოსწავლის ჯერ მოუმწიფებელი და ზრდა დაუსრულებელი, ხო, რაკრული განათლება უნდა გქონდეს, რომ შენ რაღაც პრინციპებს იცავდე, ხო? ეს ყველაფერი იმათთვის არის აბსოლუტურად ახალი ინფორმაცია და უცნობი ინფორმაცია. ეს ყველაფერი სკოლაში თანდათანობით უნდა ისწავლებოდეს და ასე უნდა იზრდებოდეს ახალგაზრდა, რომ მერე მას ჰქონდეს იმის ამბიცია, იმის უნარი დადგეს სადღაც რაღაცის დასაცავად, ხო მართალია. დღეს ისინი რას იცავენ, რომ ჩავეძიო, ჩვენ ვერ გვეტყვიან ამას. რის დასაცავად დგამენ იქ, ამიტომ მე რომ მკითხავდეს, კაცი, მათ ორგანიზატორებს მოვკითხავდი პასუხს და მათ სინდისია დიდწილად ეს, რომ ეს ბავშვები მსხვერპლებია, მე მსხვერპლს ხედავ, საშინელება ხდება, თუ ახალგაზრდობა უნდა როგორიც უნდა იყოს, იმედიზე უნდა დაამყარო თუ არა ახალგაზრდებს, დიდი ევროპელი მოაზროვნე ანდრე ბარბიუსი წერდა თავის დროზე ჩემ სტუდენტობაში გვასწავლდნენ ამას. და შენ რო ახალგაზრდებს აი ესე უვიცობის გზით მიყავ შენი იდეების რეალიზებისთვის, მე არ მინდა რომ პოლიტიკაში მე სულ ამბობ, რომ ჩემი გადაცემა არის აპოლიტიკური გარკვეული აზრით, ეხლა ნებისმიერი მოქალაქე გინდა არ გინდა შეხება გაქვს ამასთან და როცა შენს ქვეყანას თავზე გამხობენ, ეგ მე არ ვერევი პოლიტიკაში ვერ იტყვი, ესეც ამორალობაა, ხო მართალია, ამ აზრით ვამბობ, თორე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ მე ხა ვიღაცა სკოლას სწავლობ და ახალგაზრდობის ასე აცდენა გზიდან არ შეიძლება. ეს დანაშაულია და ეს უნდა მოეკითხოთ ამ ვაი ორგანიზატორებს. თქვენივე სიტყვებია, ბატონო გიორგი, რომ მე მინდა ცოტა უფრო გავაკეთილშობილოთ მაინც ჩვენი საუბარი. გასაგებია ჩვენი ტკივილი დღეს ამ თემას გვერდს ვერაფრით ვერ აუვლიდით. თქვენივე სიტყვებია, რომ პოეზიის პიკი საქართველოშია. ბადლო რუსთაველი ყავდაო. ეს ხომ ფრთებიცაა და ერთგვარი ბორკილიც ბჭყალებში. ქართველი კალმოსნისთვის. იმ პასუხისგებლობიდან გამომდინარე, რომ როგორც თანამედროვეების ერთი უიჭერესი პოეტი თენგიზ აღლაძე წერდა, ვეფხისტ ყაოსნის ბედნიერ პატრონს გმართებს სიფრთხილე და მორიდება, თუმცა ვეფხისტ ყაოსნის შესწავლის საჭიროებაც კი ჩვენს დააყენეს. ჩვენი ქვეყნის მტრებმა, მე ამას პირდაპირ ვამბობ, რომ ახალგაზრდას არ ქონოდა ეს ფასეულობა და ასე აცლიან ნელ-ნელა ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს, რომ მე ასე აყვირონ ქუჩაში, რაზე და რისთვის კაცმა არ იცის და იმ ბავშვმა არ იცის, რაც მთავარია. მე სხვა რამის კითხვა მინდა. სიტყვასთან ჭიდილი საქართველოში უთილოდ ასმაგად რთულია. კი. საქართველოში. კი, ძალიან რთულია, იმიტომ რომ სიტყვასთან ჭიდილი მოდით. სიტყვასთან. როცა ქონია ურთიერთობა უკაცრავად აშინილია ეს არ გითხრათ, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ აი დავალება არ ქონდათ, აი რა ვიცი შეძრა ამან და ძალიან ესე მომხიბლა და დავინახე, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. არც იჰიდრეულო მელიორაცია და არც იქიდან წამოსვლა მწერლობაში, ასე არ ხდება. და ზოგადად ბევრი პრეცედენტია სოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, რომ მიწიერი პროფესიით იწყებენ დიდი მწერლები და მერე ძალიან ძლიერად მოდიან და ნედარგუმბაძე ჩენებელი ინჟინერი
ინჟინერი იყო, ჩეხოვი ექიმი იყო, ხარ რუსის ხსენებაზე არ ჩამქოლოს ვინმე, მაგრამ ნუ დიდი მწერალი იყო ხარ ასე ლაპარაკი. ჭაბუა ამირეჯიბი თუ არ ვწდები იურიდიული განათლება ჰქონდა, ხო? და ფილოსოფიის დოქტორი იყო ჩვენი კონსტანტინე გამსახურდია და ასე შემდეგ. ეხლა ის ძლიერი ფესვია ადამიანის საფუნდამენტია, რაზეც მე ნიჭიერების წყალობით დაშენდება მწერლური დილოსტატობა, ხომ? და აი სკოლის მოწაფე მეკ უკვე ჩანდა პოტენციალი თქვენ ესე ირონიულად მოყევით რომ დავალება არ ქონდათ გაიღეთ სარიელი რვეული და თემა ზეპირად ჩამოაყალიბეთ ის თემა და აი ის ირაკლი ანდრონიკაშვილი რო იყო ზეპირი მოთხრობების დიდოსტატი და ეს რაღაც გენიოსობა თვითლებოდა და იყო კიდეც რა თქმა უნდა და აი სკოლის მოწაფე ეს შეძელით ხო ეს ხო შემთხვევითი არ იყო და მე წერთ რომ თქვენს მოთხოვნილება იქცა სულიერ მოთხოვნილებად, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ხომ მაინც რთულია სიტყვასთან ჭიდილი, როცა მხრებზე გაწევს რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, არ ვიცი ხა ჩამოთვლა უმადური საქმეა, ჩვენ ძალიან განებივრებულები ვართ ასეთი სახელებით, ხო? სიტყვათა ის ქართული ენა იმდენად მდიდარია. იმდენად მდიდარი, იმხელა პოტენციალია, აი შექალა შანიძეს კითხეს, რომ აი ქართული ენა დაკნინდა და შექალა შანიძემ უპასუხა, ენა კი არ დაკნინდა. ხო. ხა წარმოვიდგინეთ, პირველი ნაბიჯებს ახლა ჩემ მეგობრებთან, წერლებთან, პოეტებთან ხო. ყველა ამბობს ერთ რაღაცას, რომ პირველი ნაბიჯებს როცა დგავდნენ და როცა რაღაცა აი მოდი ხეირიანი გამოზიდეს იყო მათთვის როგორ გითხრა კულმინაცია ევერესტი ხო მაგრამ დღეს იგივეს ხო ის ადამიანი ეხსენებს ღიმილით ზუსტად იგივე იყო ჩემ შემთხვევაშიც იმიტომ რომ როცა პირველი ჩემი ნამუშევრების პირველი წყარები გავავლე მოდი ასე ვიტყვი იგივე პოეზიაში იგივე პროზაში დღეს ჩემთვის ის დიდი ღირებულებას წარმოადგენს იცით რატომ იმიტომ რომ ჩემი პირველი ნაბიჯები იყო ჩემი პირველი შეხება იყო არა მარტო მწერლობასთან ეს იყო ჩემი პირველი შეხება იმ საზოგადოებასთან სადაც მეტრო იმ სოციუმთან სადაც მე ტრიალებდი იმისათვის რომ სწორი აღთქმა ვქონოდა იმ ასაკის შესაბამისად სად ცხოვრობდი ვისთან ცხოვრობდი ვისთან მქონდა ურთიერთობა ეს იწერებოდა დაუშვათ ჩემ მოთხრობებში ჩემ ლექსებში ჩემ ნოველებში მართალია მე იმაც არასოდეს არ გამოვაქვეყნებ ხო იმიტომ რომ ეს მაინც ჩემთან დარჩება მაგრამ ეს იყო პირველი შეხება რაც შეეხება თვითონ სიტყვათა ჭიდილს იცით რა არის ძალიან რთულია და რატომ აი ხა როგორ გითხრათ 60-იანელების 50-იანელების 60-იანელების ნაწარმოებში იმდენად მდიდარია აი გრანდიოზულები არიან დიდი დღეს ჩვენი მწერლობა ხო აი დღეს უკვე ჩვენი მიუხედავად იმისა რომ ისინი ბევრად დიდები იყვნენ მე მარტო იმას არ ვიცახი იმ გრანდებს ვინყავდა იმ გრანდებმაც რაღაცით დაიწყეს რა თქმა ხო და მივიდნენ რითი მივიდნენ იმიტომ რომ პირველ რიგში საკუთარი ენის და საკუთარი ლიტერატურის პატრიოტიზმი და იყო გაღმერთება და იყო კიდე ვალდებულება საკუთარი საზოგადოების წინაშე იმიტომ რომ შენი ვერ დაწერდი რაღაცას იმიტომ რომ საზოგადოებაში საზოგადოება ყველაფერს თავიდან ეს ყველაფერს დაწერა შეიძლება ეს არ შეიძლება აი ეს არის და ეხლა რა შეეხება რუსთაველზე ეს რა თქვი მოდით ავიღოთ რა რუსთაველზე დიდი პოეტი დღეს დედამიწას დასობრებას არ აქვს აღიარებს მსოფლიო ამას ეს მარტო ქართული ეს არის ქართული ხო და ხა წარმოიდგინეთ ასეთი რკავს ხო კორიფე მსოფლიო კორიფე ხო ევერესტი დგას აქ მსოფლიო პოეზიის ევერესტი დგას საქართველოში აღიარებს თუ არ აღიარებს ხედავ თუ ვერ ხედავ ეს უნდა აჩვენო და მისცე ბავშვს სკოლიდან ამის სიყვარული ამის მერე რა რთულია მერთო ჩემო ცხოვრებაც რთულია ყველაფერი რთულია ჩვენ თუ ავარიდეთ ყველანაირი სირთულე ახალგაზრდას ის ვერ შედგება როგორც პიროვნება ხო მე მახსოვს ის სკოლაში რომ გავავლენთ ძალიან დიდ პრიორიტეტს ანიჭებდა თავისუფალ თემას აი თავისუფალ თემას როგორ წერდი კი იქ უკვე ყველაფერი რა საკუთარი აზროვნება უნდა აჩვენო კი ბატონო ამიტომ ამ ხრივ ქონდა ის ბედნიერება რომ დიდებულ პედაგოგებთან ქონდა ურთიერთობა
ცოტა დრო ვეწურება და მინდა რომ მოვასწროთ ყველა. როგორც ცნობილია, სათქმელი განაპირობებს გამოხატვის ფორმას. თქვენ ძალიან საინტერესო პუბლიცისტიც ბრძანდებით და ახლა მე როგორც ჟურნალისტ მაინც ეს მხარე არ შემიძლია რომ ისე დავტოვო, ხომ? როგორ ირჩევთ გამოხატვის ფორმას და რა შემთხვევაში მიგაჩნიათ რომ მხატვრული სიტყვის პუბლიცისტური ჩანაცვლებაა საჭირო? აი აქ ხომ? ვიცი რა არის, აი აქ ცოტა რთულად არის საქმე. პუბლიცისტიკას თავისი მოთხოვნები აქვს. დაუშვათ პროზას, კიდევ სხვა მოთხოვნები აქვს. ესე იგი თითქოს ერთი სფეროა. ლიტერატურის დარგია ორივე, მაგრამ ის სხვა. რადიკალურად განსხვავება. აი პუბლიცისტიკაში რაც შეიძლება დაწერო, ხო? აი იმას მოთხრობაში და დაუშვათ ნოველაში ნაკლებად შეიძლება გამოიყენო, იმიტომ რომ პუბლიცისტიკაში რო იმუშაო, ხო? მეტნაკლებად უნდა იცნო, კარგად უნდა იცნო ჟურნალისტიკას. და ცხოვრებას. ცხოვრებას, კი. ჟურნალი და შეფასების უნარი უნდა ქონდეს, აი შენი სოციუმი, შენი საზოგადოების შეფასების, სწორი შეფასების უნარი უნდა ქონდეს, არანაირი ტენდენცია. მოთხრობაში, ნოველაში შენი ფანტაზიის ნაყოფია და როგორ გაყვები სხვა. მეტი თავისუფლება. როცა პუბლიცისტიკასთან გააქვს ურთიერთობა, აი შე შემთხვევაში ყოფილა რომ დამიწერია წერილი გამომიხვდა, მაგრამ აი წერილი დამიწერია, მე დამიდია და 1-2 დღეს მერე თავიდან წამიკითხავს. რამდენად სწორი იყო ეს შეფასება. იმიტომ რომ შეიძლება იმ წუთში რაღაცისთვის მიმექცია განსაკუთრებით ყურადღება, დამეწერა, მაგრამ შემდეგ მოვლენათა განვითარება ან სწორედ აღთქმა საშუალება მომცა იმისა, რომ იცი რა მე რაც დავწერე, ეს არის არასწორი მიმართულებით ვარ წასული. და ამიტომ, როდესაც რაღაცა წერ ხოლმე, ხო, ვაქვეყნებ დაუშვათ Facebook-ზე, ან პრესაში არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს გარკვეულ პროცესს გადის. ცხადია. რაღაცა პროცესს გადის საიმისოდ, რომ როცა რაღაცას ეუბნები, როცა შენ აზრებს თავაზობ იმ ადამიანს, კითხვას არ დაებადოს ეჭვი იმას, რომ შენ ხარ ტენდენციური. გამგე სწორი შეფასების უნარი თუ შენ თვითონ არ გაგაჩნია, ხო? ვერ დაწერ იმას, რომ შენი ნამუშევარი ვიღაცამ სწორედ აღიქვას. თუ ამას ვერ გააკეთებ, მაშინ პუბლიცისტიკას ხალხი უნდა მასახა. მართალი ბრძანდებით. მით უმეტეს ზოგადად ჩვენ თეორეტიკოსები კი არ უყურებთ პრაქტიკოსებს, მაგრამ ოქროს წესია ჩვენი, რომ პუბლიცისტიკა განსაკუთრებით ხა ჟურნალისტიკა არის სიახლური ინფორმაციაც, რადაც იქცა დრევანდელი. ის სიახლური ინფორმაციაც არ არის გადამოწმებული და მიუკერძოებელი ხშირ შემთხვევაში და ეგ არის უბედურება დღევანდელი ჟურნალისტიკა, მაგრამ გარდა ამისა, ანალიტური ჟურნალისტიკა, პუბლიცისტიკა გაქრა, იმიტომ რომ ამას ინტელექტი ჭირდება, აზროვნების უნარი, წიგნიერება ჭირდება და ინტერპრეტაციის ხელოვნებაა ჩვენ ვასწავლეთ ასე სტუდენტებს, ჩვენ ასე გვასწავლეს თავის დროზე და მე ღრმად წამს რომ პუბლიცისტიკა ინტერპრეტაციის ხელოვნება. ფაქტი მოვლენა ხდება ყველას თვალწინ, ყველა ხედავს და ყველას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ თქვენი ინტერპრეტაცია, თქვენი აღქმა უნდა იყოს სხვაზე. აი კითხვის ნიშანი არ ჩნდება რომ ბრძანებთ. კითხვის ნიშანი აქ სწორედ აი დოკუმენტურ პროზაში მით უმეტეს არ უნდა გაუჩნდეს კითხველს, გონიერ მკითხველს, რომ ის დამაჯერებელი უნდა იყოს ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული უნდა იყოს. დღეს რომ მართლა უსმენ ჩემ ძვირფას კოლეგებს ცაშილად მტკივა გული, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკა იმათ მეტყველების საუბარში აზროვნების ბჭობა არ არის. იქ ან ლანძღვაგინებაა, ან უკეთეს შემთხვევაში რაღაცა თვითონ სჯერა და ამბობს როგორც აქსიომას ამას. თუ არ დამისაბუთე, კითხველია, შენზე განათლებულია უამრავი, ხო, ესე ხო არ უნდა იფიქრო, რომ მაინდა-მაინც ყველა ისეთია, რომელსაც შენ ის მანიპულირება შეძლებ და რაც შენ გინდა იმას მოახვევ თავს, შენი ან დამკვეთის კარნახით, ხო? ეს უკვე ჯერ ერთი გადახრაა და მეორე უძველესია და არა ჟურნალისტიკა. ინტერპრეტაციის ხელოვნება, ისეთი შეფასება, ისეთი ინტერპრეტაცია იმ ფაქტების და მოვლენებისა, რომელიც ყველას თვალწინ ხდება, რომ შენ დაგიჯერო და რა სხვა. მეტი ის თავისუფლება სწორედ ის არის, რომ სხვადასხვა ინტერპრეტაციაში არჩევს მკითხველი, მაყურებელი, მსმენელი სწორს თავისთვის მისაღებს, უფრო დამაჯერებელს და აი ეს სირთულე, რა თქმა უნდა, ახლავს პუბლიცისტიკას, თუმცა კითხვის ნიშნები არც პროზაში და არც მხატვრულ ლიტერატურაში ეგ საერთოდ თვითმკვლელობა ავტორისთვის, კი ბატონო და აი ხო ჩვენ თარგმანებზე უკვე ვისაუბრეთ და
სწორედ იმაზე, რომ იგივე ფრანსუა ბერნის ისტორიული ნაწარმოები უკანასკნელი პოლიტიკური გადატრიალების ისტორია დიდი მოგოლის სახელმწიფოში მეტყველებთ ქართულ ენაზე და ასეთი არჩევანი ქართულმა ფესვებმა განაპირობა თქვენმა ეროვნულმა სიამაყემ აი იმ ფესვებით და კვლავ ქართული კოალიციებით განპირობებული არჩევანი სათარგმნელად შერჩეული ნაწარმოების ამჯერად ჩრდილოეთ აფრიკაში. ამ თარგმანების შესახებ, აი ამ ქართული კოალიციების აზარტის თაობაზე, რომელმაც არ შეიძლება არ მოხიბლოს ქართველი კითხვები. როცა იქნება ალბათ დადგება ის დრო, როცა შეძლებ ამ წიგნების გამოცემას, თარგმანების გამოცემას, მაგრამ მანამდე ვიყავი პატარა ისტორიას ჩავახო. კი ბატონო. როდესაც ნაპოლეონი შეიჭრა ეგვიპტეში, დაიპყრო ეგვიპტე, ნაპოლეონს უთხეს ბერჟინმა გამეორებული და მეყვარს ისტორია. უთხეს რომ კაცო დასავლეთითო რაღაც ტომია. ხალხი თეთრკანიანი ხალხია. არაბები არ არიან. არაბულ ენაზე არ ლაპარაკობენ, განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ. თან ქრისტიანები არიან. ეხლა ნაპოლეონმა გაგზავნა ხალხი, გაიგოსოს ვინ არის რა ხალხია. ჩადიან, მიდიან, ნახულობენ თეთრკანიანი ჩვეულებრივი ესეთი ხალხი. ესენი ბერბერები. და როცა დაბრუნდა ნაპოლეონს მოახსენეს რომ უთხეს რომ კაცო ქართველები არიან, იბერიელი ქართველები არიან. ნაპოლეონის გაშლილი აქ სოფლიო რუკა დაყურებს და ორ ზღვაშუა მუხაზე ეს პატარა საქართველო და რა პატარა საქართველო და როგორ აჩნევია დედამიწას. ბერბერები ესენი არიან იბერიული ტომი, რომელსაც ბერბერი ეს სახელი მიანიჭეს ბერძნებმა. ბარბაროსები უწოდეს მათ და რატომ? იმიტომ რომ ვერ დაიმორჩილეს. ვერაფერი ვერ მოუხერხეს ამ ხალხს. ეს ადამიანები არიან ქრისტიანები, მაგრამ ამ ადამიანების დამორჩილება ცალკე რომის კათოლიკური ეკლესიას ცდილობდა, ბიზანტიას ცდილობდა, ვერ დაიმორჩილეს ეს ხალხი. მაგრამ მათი ქრისტიანობა როგორ არის ისეთ უფრო სხვა მიმართულებით წავიდა, ვიდრე არის კათოლიციზმი, ვიდრე არის და სულ ისინი არიან ქრისტიანები, მათ აქვთ თავიანთი ქრისტიანული სალოცავი. აქვთ. მათ ის სახეზეც რო აიღოთ, ხო? სულ ქრისტიანული სიმბოლიკა აქვთ მათ ამ ადამიანებს სახეზე. მაგრამ როდესაც მოხდა მათი ენის შესწავლა, ეს ენა კიდევ ვიმეორებ, იდენტურია, კი ბატონო, დიდი სახესრულებები განიცადა მას მერე, მაგრამ დაასვენეს, რომ ეს ენა არის იდენტური, რომელიც ჰქონდათ აქვთ ეს ესპანელი იბერებს, რაც ჰქონდათ ეტრუსკებს და რაც ჰქონდათ პელაზგებს. და ახლა მოდი აქედან ვილაპარაკოთ რა, დასკვნები აქედან გავაკეთოთ. და როცა ამასთან მომიწია პირველი შეხება და თარგმნა დავიწყე, საერთოდ ჯერ კითხულობ რას თარგმნა, მერე მოვიდი. დრო მივედი აი ამ დონეზე როგორ გითხრა. გავჩერდი და ჩემ მაგიდას ერთი-ორი წრე დავარტყე გარშემო, მეთქი რას კითხულობ. ეს საოცარია, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია როგორ გიგითხრათ, იცით? სხვათა შორის ივანე ჯავახიშვილს აქვს. ამის შესახებ დაწერილი, მაგრამ სკოლაში ბავშვი ამას ვერ ხვდება. ვერ შეხვდება ამას. ვერც უნივერსიტეტში. ვერც გაზეთში. გაზეთში მithumetes. თუ სკოლაში არ უსწავლე გაზეთში. ხო, გაზეთში მოხდა კიდევ უფრო იოლია, ხო, აიღო ივანე ჯავახიშვილი გადაშენა გადმობეჭდა. დაბეჭდა. თუნდაც, ხო? მაგრამ ხომ უნდა იცოდე იქ რომ არის ეს. ხო, და ფასეულია რა. და ფასეული. კი ბატონო, ჩემზე წარუშლების თავისტილება მოახდინა და არა მარტო ჩემზე ცხადია, თქვენმა საუცხოო მოთხრობამ ირანის ლომი, რომლის უამოცილ წაკითხვა ჭეშმარიტი ქართულის ძალებს აღემატება. ქონდა ამ ნაწარმოებს საფუძვლად რეალური ფაქტი, თუ იგი მთლიანად თქვენი ფანტაზიის ნაყოფია. გეტყვით, როდესაც ლევან თედიაშვილი იყო ირანში, ეს ისტორია ხო? ეხლა ეს ისტორია როგორ არის, ყველა ვიცით რა, რაც მოხდა, მაგრამ მერე როცა ეს ირანის ლომის თემა თვითონ უნდა გვაუწყდება, რომ ერთ-ერთი დიდებული ქართველი მოთვინიერებულ ლომთან ერთად დასეირნობდა ისპაჰანის ქუჩებში, ხო? როცა ამის წერა ეს საერთოდ სხვა მოთხრობა უნდა დაწერილიყო. საერთოდ სხვა რაღაც მიყავხარ თავისი გზით. აი როგორ გითხრა რა, წამიყვანა თავისი გზით რა და როცა დავწერე, დავამთავრე
ნუ მე კორექტირება ვარ და გამოვაქვეყნე. მაინტერესებდა ნუ ეხლა რეაქცია. ჩემთვის ეს იყო ნუ დავწერე, ნუ მე მომწონს. ხა დაიწყო სასწაული. და ბატონო ვაჟავთ რაში უნდა ეს დაწერე. რა არის მეთქი ბატონო ვაჟავთ? ამოდი ჩემთან ამიყვანა თავისთან ტელევიზიაში. და რო გითხო რომ იმეთი ობიექტივში, მაგ მე მომადგაც რემბები მას. რას მე დავწერე. მე შემდგომ იგივე მოჭიდავეებზე უფრო რა არის ისეთ ყველაფერს ერთ ნაწარმოებში ვერ ჩაწერე. დავწერე მე ლომები ბუმბულში არ იზრდებიან. აქაც მოჭიდავეებზე ლაპარაკე, მაგრამ ეს სხვა მიმართულება ის იყო პირველი შტაბის-ტილება, თორემ ეს არანაკლები. ხო, ის რა არის ამას ყველაფერს როცა ვწერე, ჩემს სათქმელს ხო მე ვამბობ ჩემი ნოველები, ჩემი მოთხრობები. სხვა გზა არ მაქვს, იმიტომ რომ პრესაში მე არ ვარ, ტელევიზიაში მე არ ვარ, მე სოციალებით, საშუალებით ვამბობ ჩემს სათქმელს. მაგრამ მინდა რომ ეს ყველაფერი, ეს ემოცია, ეს განცდა, ეს სიმართლე, ეს ყველაფერი მივიტანო როგორ იცით რომ როცა მკითხველი ამას მკითხველში დარჩეს რაღაც ჩემეული. იმ რასაც ვეუბნები, ხო? მე არ მინდა რომ მკითხველში რაღაც იცი რაღაც გახიზია, არა. მამაობები ამბობენ რომ ნებისმიერი მწერალის ვალდებულებაა საზოგადოების გაკეთილშობილება. კათარზისის მე არ ვარ დონის წერლობასაც და ჟურნალისტიკასაც სხვათა შორის. მე არ ვარ ხელოვნების დარგებს. იმ დონის არის რაღაცა წერალი რომ რაღაცას დავამატო. ამას კითხველი შეაფასეს ბანოგოგი შემოგევლეთ სამწუხარო დრო იწურება კერგონი აღარ დაგვრჩა და ეს რომ მართვა არ შეიძლება. განსაკუთრებით ამაღლებელია ფერეიდნელი ონიკაშვილის სიტყვები. კლავი მოსყდეს ქართველზე გამარჯვებულ ქართველს, თუ მისი გამარჯვება საქართველოსთვის არ არისო, რაც ხადია მხოლოდ სპორტულ შეჯიბრს არ შეეხება და არ გულისხმობს, იგი გაცილებით მასშტაბური მნიშვნელობისაა. აი ამჟამინდელ მოვლენებზე ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, დაპირისპირებულ მხარეთა მღვიმე ურთიერთმიმართება დიდი ტკივილით შემახსენებს ამ საოცარ სიტყვებს, აი სულ ამაზე ვფიქრობ ეს დღეები, რომ თუ მისი გამარჯვება საქართველოსთვის არ არის. ასე მგონია ეს დიდებული მოთხრობა რომ იყოს სკოლის პროგრამაში და არაერთი სხვა კიდევ ჩვენი საგანძურიდან ქართული ლიტერატურისა მას გააზრებულად რომ სწავლობდნენ და ასწავლიდნენ ჩვენი პედაგოგები ახალგაზრდებს მათი манипуლირება ასე მარტივი არ იქნებოდა და ურთიერთობები ასე უკიდურესად არ გამწვავდებოდა. მე ვიმეორებ ეს ახალგაზრდები მსხვერპლი არიან და ეს განსაკუთრებით დიდი ტკივილია ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის ხადია. რა გვემართება, რატომ გახშირდა თქვენი აზრით ქართველზე ქართველის გამარჯვების მცდელობა? გამარჯვება ბჭყალებში რა თქმა უნდა, გამარჯვებული არ არის, როცა ეს გამარჯვება საქართველოსთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ეს მე ვარ ის გამოიცით. მოდით ყველაფერს შევხედოთ ასეთნაირად. ეს არის ასე წაგულეკა პრაგმატიზმა და პრაგმატიზმია გაკეთება ჩვენ წაგულეკა უწიგნურობა. წინებთან დაშორება. კი ბატონო. ჩვენ წაგულეკა იმან რომ ჩვენ როგორ ითქვა სხვისი მეორე ხარისხოვანი გავაღმერთეთ. სხვისი როგორია საკუთარს არ დაუფრთხილეთ. საკუთარის მიმართ რატომღაც ზიზღი რაღაც უპატივცემულო მაშინ როდესაც აიღეთ ყველა ერები ვინც წარმატებას აღწევს. ერთი გერმანელი მეცნიერი გავიცანე. მესერგე მეცენატი, თურმე დიდი ბიზნესმენი. რაღაცაზე საუბრობდით და მან მითხრა ესეთი რაღაც, იცი რაო, მე წელიწადში 10 მწერალს ვაფინანსებ. გავჩერდი. ეს ისეთნაირად სიამაყით მითხრა, მეთქი დამიწყებს თავის ბიზნესზე, რასაც არა, 10 მწერალს ვაფინანსებო. კაცი რას მეუბნება, სიამაყით და მეთქი როგორ არჩევთ ერთ წუთიო რა, მე ვაფინანსებ იმასო, ვინცო გერმანული ლიტერატურის სამსახურში დგასო. ეხლა ის რა კრიტერიუმებით აფასებს, არ ვიცი, მაგრამ თვითონ ის თუ წარმოვიდგინე, რომ ეს კაცი 100 მწერალს აფინანსებს, რომელიც თავისი ერის სამსახურში დგას. ეს რამხელა მოვლენაა, ხო?
კი, მარტო ევროპაში არ ხდება, იგივე კეთდება ამერიკაში. იგივე კეთდება ჩინეთში. უფრთხილდება საკუთარს. იგივე კეთდება ჩვენთვის ცუდ რუსეთში. ჩვენთვის ცუდ რუსეთში. იგივე კეთდება ბელორუსიაში, შორს არ წავიდეთ აზერბაიჯანში, სომხეთში. კი ბატონო. სასწაულად ეკაჩებია თავი ეს მე ლიტერატურა. ერი არ არის ჩვენაირი საკუთარი საბუჩეთა. კი, რას ვიგებ საბუჩეთ, ისას ვიგებ. უფალო მომიტევე ბატონო გიორგი, ძალიან მინდოდა თქვენს შესანიშნავ პოეზიაზე საუბარი. კიდე არაერთ საკითხზე შეზღუდულები ვართ, არა გვაქვს სხვა გზა და უფალს შევთხოვოთ ასრულდეს დიდი ვაჟა-ფშაველას ნატრა და ღმერთმა ქნას შეუყვარდეს ქართველს, ქართველი და საქართველო. ეს ხომ აუცილებელი წინაპირობაა გაერთიანებულ, გამთლიანებული საქართველოსი. უღრმესი მადლობა სტუმრობის ძალიან საინტერესო საუბრისთვის, რომელიც მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლო არ იქნება, იმიტომ რომ ამოუწურავია ის, რაზეც ჩვენ შეგვიძლია თქვენთან საინტერესოდ საუბარი და კიდევ ერთხელ გილოცავთ მოახლოებულ თქვენს იუბილეს ღმერთმა წელთა მრავლობა და გაიხარეთ უღრმესი მადლობა. გამთლიანებულ, გაძლიერებული საქართველო. Amin. Inarhel santlitsi მოზრფასებო. გიგზელეთ უფალმა დაგლოცოთ და პედიერებას ყარებთ. უღრმესი მადლობა. მე კი მომავახუჩებათამდე გემშვიდობებით შემოძვირფასო ტელემაყურებლებო. ხელზადებოთ.